სეულსა და თბილისს შორის პირდაპირი ჩარტერული ფრენების განხორციელება იწყება. სამხრეთ კორეული წამყვანი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია TVA Air 2026 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე სეულსა და თბილისს შორის პირდაპირ ჩარტერულ რეისებს შეასრულებს. ფრენები 24 აპრილიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით განხორციელდება. ეს არის არა მხოლოდ ტურისტული ინიციატივა, არამედ ორ ქვეყანას შორის ზოგადად ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობების გამყარებისათვის წინ გადადგმული ნაბიჯი. ბოლო 2 წლის განმავლობაში მგზავრთა რაოდენობა ფაქტობრივად გაორმაგდა. 2025 წელს თუ შევადარებთ 2024, ზოგადად ტურისტული ნაკადებიც გაზრდილია, დაახლოებით 19%-იანი მატება გვაქვს და ეს მნიშვნელოვანია განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მიმდინარეობს საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები, რომელიც უკვე დასრულებულია. პროცესი მნიშვნელოვნად გააძლიერებს ქვეყნის ტურისტულ და ეკონომიკურ პოტენციალს და ახალ ეტაპზე გადაიყვანს ორმხრივ ურთიერთობას. პირდაპირი ჩარტერული ფრენები საქართველოსთვის ნიშნავს როგორც ტურისტული ნაკადების ზრდის შესაძლებლობას, ისე ბიზნეს კავშირების გაღრმავების ახალ ეტაპს. გამარტივებული საჰაერო კავშირი ხელშეუწყობს სავაჭრო, საინვესტიციო და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ფრენების განხორციელებისთვის აუცილებელი ნებართვა უკვე მიანიჭა. საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის საჰაერო მიმოსვლა ეტაპობრივად იზრდება. 2024-25 წლებში ორ ქვეყანას შორის ჩარტერულ ფრენებს კორეული ავიაკომპანია კორეანი არის ასრულებდა, ხოლო მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან ახალი ავიაკომპანია TVA არის შეასრულებს ჩარტერულ ფრენებს უფრო მეტი სიხშირით. ასევე აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ორი ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებებს შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომლის საფუძველზეც მხარეების მიერ დანიშნულ ავიაგადამზიდველებს შესაძლებლობა აქვს შეასრულონ რეგულარული რეისები კვირაში 7 სიხშირით. ჩვენ გვაქვს ბაზრების დივერსიფიკაციის პოლიტიკა და სწორედ ამიტომ ტრადიციული სამიზნე ბაზრების მიღმა ახალ ბაზრებზე დავდივართ. ახლა დანიშნული ჩარტერული რეისები ამ პროცესს მიეხმარება, რომ მთლიანობაში საქართველოს ცნობადობა გაიზარდოს და კორეიდან საქართველოში ბევრად მეტი მოგზაური ჩამოვიდეს. ფრენების დანიშვნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურისტული სექტორისთვის, რომელიც უკვე რეკორდულ ზრდას აჩვენებს. საქართველოში 2025 წელს ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს 5.521.866 ვიზიტს მიაღწია. ზრდა კი 2024 წელთან შედარებით 8.4%-ით გაიზარდა. რაც შეეხება უშუალოდ კორეის რესპუბლიკას, 2025 წელს საქართველოს კორეის რესპუბლიკიდან 19.1%-ით მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია წინა წელთან შედარებით. 2025 წელი ტურიზმის ადმინისტრაციისთვის რეკორდული იყო მიღებული შემოსავლების კუთხითაც. გასულ წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 6%-ით გაიზარდა და 4.690.000 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. კორეელები სწორედ არიან ის და იმ სეგმენტის ნაწილი, რასაც ქვია მაღალმხარჯალოვანიანი ტურისტები, რომლებსაც უყვართ ასევე წინასწარი რეზერვაციების გაკეთება, უყვართ ჩინელების მსგავსად ჯგუფური ვიზიტები და საკმაოდ ესე ვთქვათ საშუალო და მაღალმხარჯალოვან ტურისტებად გამოირჩევიან, რაც ძალიან მისასალმებელი არის ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის სეზონური არარეგულარული რეისები 2024-2025 წლების განმავლობაში შესრულდა კორეული ავიაკომპანია Korean Air-ის მიერ.